ქართული დამწერლობით შესრულებული ტექსტებიდან იწყება კალიგრაფია არ მხოლოდ როგორც ამბის გადაცემის საშუალება, არამედ როგორც ხელოვნება. ეს არის მემკვიდრეობა, რომელსაც არ აქვს არანაირი საზღვრები. ქართული დიდი სამწიგნობრო კერები, ჯერ იწყება სირია-პალესტინიდან, არის ყველგან, სადაც კი ადამიანი ქმნის და სადაც კი აქვს ცივილიზაციაზე პრეტენზია. იერუსალიმში არის დიდი ქართული თემები, სადაც წერენ, თარგმნიან, არის სამეცნიერო სივრცეც და სასულიერო სივრცეც. იგივე არის ათონის წმინდა მთაზე. იგივე არის ევროპაში, ჯერ პეტრიწონი, კონსტანტინოპოლი და მეტიც, სულ სხვა კონტინენტზე, ეგვიპტეში, სინას მთის უდაბნოში არის უდიდესი ქართული ხელნაწერების კოლექცია და იქმნებოდა პირველი ქართული ხელნაწერების ეგზემპლარები, სრულიად განსხვავებული კალიგრაფიის სკოლა, რომელიც საქართველოში არც კი გამოუყენებიათ არასდროს, იქმნება სწორედ აქედან ძალიან შორს. თავისი ბუნებით ის არის ევროპული, დამყარებული ფინიკიურ და შემდეგ უკვე ბერძნულ ანბანურ სისტემაზე, მაგრამ მოგვიანებით ის არის გახსნილი. გიკითხავთ თქვენი თავისთვის, რატომ 3? პასუხი ძალიან პრაგმატულად გვიხსნიდნენ ამას უნივერსიტეტში. ეგეც მაინტერესებს. ასომთავრული, შემდეგ როგორ გახდა ასეთი ნუსხური, ამის აქ ძალიან მარტივი ახსნა, ეკონომიას აკეთებდნენო ეტრატის და თან ბევრს წერდნენო. ჩვენი მეზობელი სომხურ ხელნაწერ ტრადიციას გულისხმობ. ძალიან ბევრს წერდა, საოცარი ხელნაწერი მემკვიდრეობა აქვს, მაგრამ იქ ეს არ ხდება.